წილადების შეკრება. ჯერ ვისაუბროთ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების შესახებ. და შევკრიბოთ ორი ასეთი ტოლმმნიშვნელიანი წილადი. 5 მე-12 და 3 მე-12. ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების დროს ნიშნელი რჩება უცვლელი, ხოლო მრიცხველები ემატება ერთმანეთს. 5-ს დაემატება 3, გვექნება 8 მე-12. ეს წილადი ჩვენ შეგვიძლია შევკვეცოთ, ან რიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ ერთსა და იმავე რიცხვზე. ვიცით რომ 8 და 12 ორივე იყოფა 4-ზე, იმიტომ გავყოთ 4-ზე. 12-იც გავყოთ 4-ზე. ეს იქნება 2 მე-13. შეკრების პროცესი რომ უკეთ გავიგოთ, ავხსნათ ეს ვიზუალურ მაგალითზე. თქვათ გვაქვს მართკუთხედის ფორმის ქაღალდი, რომელიც გაყოფილია 12 ტოლ ნაწილად, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. მოვნიშნოთ წითლად ამ ქაღალდზე 5 მე-12 ნაწილი. ანუ 5 ნაწილი 12-დან. მაშას 1 2 3 4 და ესეც 5. ხოლო მწვანედ მოვნიშნოთ 3 ნაწილი კიდევ დამატებით. ანუ 3 მე-12 ნაწილი. 1 2 და 3. ესე იგი, წითლად ჩვენ გავაფერადეთ მართკუთხედის 5 მე-12 ნაწილი, ხოლო მწვანებრად გავაფერადეთ 3 მე-12 ნაწილი. ახლა თუ ჩვენ ამ გაფერადებულ უჯრებს გავაერთიანებთ, სულ გამოვა რომ გვაქვს გაფერადებული 8 უჯრა. თუ გადავთვლით, ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 და 8. ანუ 8 ნაწილი 12-დან, რომელსაც ასე ჩავწერთ, 8 მე-12. ესე იგი 5 მე-12-ისა და 3 მე-12-ის გაერთიანებით ჩვენ მივიღეთ 8 მე-12 ნაწილი. თუ შევადარებთ ჩვენ ამ შედეგს, მიღებულ შედეგს, ანუ ნახავთ რომ ეს არის იგივე შედეგი. ახლა ნახოთ რატომ უდრის 8 მე-12 2 მე-13-ს. ამისთვის განვიხილოთ მეორე მართკუთხედი, რომელიც გაყოფილია 3 ტოლ ნაწილად და ამ 3 ტოლი ნაწილიდან ცისფრად გავაფერადოთ ჩვენ 2 ნაწილი. თუ ავიღებთ 2 ნაწილს, ესე იქნება 1 2 და თუ შევატარებთ ჩვენ ზედა მართკუთხედზე მთლიანად გაფერადებულ ნაწილებს, ვნახავთ რომ ზუსტად იგივე ნაწილია ჯამში გაფერადებული. აი ეს ნაწილი მთლიანად. ანალოგიურია ქვედა მართკუთხედზე ცისფრად გაფერადებული ნაწილის. სწორედ ამიტომაც 8 მე-12 ეს იგივეა რაც 2 მე-13. 2 მე-13. ახლა როგორ შევკრიბოთ სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადები. მაგალითად გვაქვს 2 წილადი 5 მე-8 და 3 მე-12. და გვინდა დავთვალოთ ამ 2 წილადის ჯამი. ამისთვის ასეთნაირად ვიქცევით. პირველი საფეხური. უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ მოცემული წილადები. ამისთვის ვიპოვოთ უმცირესი საერთო ჯერადი ნიშნელების 8 და 12-ის. ეს არის 24. მეორე საფეხური. ვიპოვოთ თითოეული წილადისთვის დამატებითი მომრავლი. როგორც უკვე ვიცით, ამას ასეთნაირად პოვლობთ, ანუ საერთო მნიშვნელს ყოფთ შესაბამისი წილადის მნიშვნელებზე. 3 24 გაყოფილი 12-ზე, ეს არის 2. ესე იგი 3 არის 5 მე-8-ის დამატებითი მომრავლი, ხოლო 2 არის 3 მე-12-ის. მესამე საფეხური.
წილადები შევცვალოთ ტოლმნიშვნელიან წიlaდებად. ამისთვის მნიშვნელად დავწეროთ 24, ხოლო მრიცხველები გავამრავლოთ დამატებით მომრავლებზე. 5 ჯერ 3 15 24. ხოლო მეორე წელადის შესაბამისი იქნება 3 გამრავლებული 2-ზე, ანუ 6 24. და საბოლოოდ უნდა შევკრიბოთ მიღებული ტოლმნიშვნელიანი წილადები 15 24 და 6 24. ასეთ წილადების შეკრება ჩვენ უკვე განვიხილეთ. სულ ახლახანს 24-ია საერთო მნიშვნელი, მნიშვნელი უცვლელი რჩება და მრიცხველები იკრიბება. ეს არის 21 24. აქაც შეგვიძლია წილადი დავაპატარავოთ, ანუ შევკვეცოთ, წილადის მრიცხველის და მნიშვნელიც გავყოთ 3-ზე. იქნება 7 მერვედი. ახლა ნახოთ როგორ შევკრიბოთ შერეული წილადები. და განვიხილოთ ორი ასეთი წილადი. 7.3 მერვედი და 4.1 მერვედი. ანუ შერეული წილადების შეკრებისას ჩვენ ვიქცევით ასეთნაირად. 7.3 მერვედი, ანუ ეს წილადი, ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ასეთნაირად. ეს იგივეა, რაც 7 დავუმატოთ 3 მერვედი. ხოლო 4.1 მერვედი შეგვიძლია ჩავწეროთ ასეთნაირად 4-ს დამატებული 1 მერვედი. და ეს ორი მიღებული შედეგი დავაჯამოთ. ჩვენ ვიცით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჯერ მთელი ნაწილები შევკრიბოთ, ანუ 7-ს დავუმატოთ 4 და შემდეგ წილადი ნაწილები, ანუ 3 მერვედს დავუმატოთ 1 მერვედი. 7-ს რომ 4 დავუმატოთ, ეს არის 11. ხოლო აქ გვაქვს უკვე ტოლმნიშვნელიანი წილადები, ამების შეკრებაც ვიცით. ნიშნელი რჩება უცვლელი, ხოლო მრიცხველები იკრიბება. 3 + 1 4. ეს კი შეგვიძლია ჩვენ ერთი შერეული წილადის სახით დავწეროთ ასეთნაირად 11.4 მერვედი. თუ 11-სა და 4 მერვედს ჩვენ შევკვეცავთ, გვექნება 11.1 მეორედი.